საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა დაფიქსირდა. ცეცხლი ძირითადად ტყის საფარის დაბალ ფენას უკიდია. უმეტეს შემთხვევაში კერები ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. დავით დამენია, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. პირველ რიგში დილამშვიდობის, მოგესალმებით, მადლობთ რომ გვეწვიეთ. კერებთან დაკავშირებით ბუნებრივია რომ პირველი კითხვა ამას ეხება. არის თუ არა ისეთი ლოკაცია, სადაც ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია ხანძარი? დილამშვიდობისა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გვაქვს მიმდინარე აქტიური ხანძარი, თუმცა საბედნიეროდ უკვე ლოკალიზებისკენ მიდის ეს კერა. ბაღდადში არის აქტიური ხანძარი, რომელიც უკვე ფაქტობრივად ლოკალიზებულია და ფიქრობთ რომ უახლოეს დღეებში დასრულდება. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ჩვენს თანამშრომლებს და ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ამ სტიქიასთან ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იღებენ მონაწილეობას და იცავენ იმ ბუნებრივ რესურსს, რასაც სახელმწიფო ტყე ქვია. ამ მადლობას ჩვენს უერთდებით ბუნებრივია პირველ რიგში და პატივისცემას გამოხატავთ მართლაც გმირების მისამართით. სულ რამდენი ლოკაცია არსებობს, რომელიც არის რეალურად საფრთხის შემქმნელი? უნდა ითქვას, რომ მიმდინარე 3 დღეში დაახლოებით 20-მდე ხანძრის კერა გქონდა. ეს იყო 4 რეგიონში, ეს იყო ციხეთიანეთში, ასევე გქონდა სამცხეში, გქონდა რაჭაში და იმერეთის რეგიონში. ეს ძალიან ისეთი მაჩვენებელი არის მაღალი და ახლა, როდესაც კი ნოემბრისთვის მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ ნამდვილად ძალიან არ ცხელა, რა ხდება? შეიძლება რომ ყველა ეს ხანძარი ადამიანის დაუდევრებას დავაბრალოთ? რა თქმა უნდა 100% ვერ ვიტყვით რომ ეს მხოლოდ ადამიანის დაუდევრობის შედეგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ გვაქვს მსგავს ფაქტებთან საქმე, როცა მოქალაქეების დაუდევრობით, გაუფრთხილებლობით ხდება ხოლმე ხანძრის წარმოშობა. მაგალითად ჩვენ კარგად ვიცით რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა ხდება განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე. ეს ხშირად იწვევს განსაკუთრებით კახეთის რეგიონში არის ხოლმე ხშირად მსგავსი შემთხვევები, როცა სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდან უკვე ხანძარი ვრცელდება ტყეში და იწვევს ძალიან დიდ ზიანს. ასევე გვაქვს აქტიური სეზონები, როცა მაგალითად გაზაფხული სეზონზე მოქალაქეები გადიან ტყეში, ხდება პიკნიკები და ასე შემდეგ, იქ წესების დარღვევით ხდება, რა თქმა უნდა, კოცონის დანთება რიგ შემთხვევებში და ესეც იწვევს ბუნებრივია ხანძარს. რაც შეეხება სწორად აღნიშნეთ თქვენ კითხვა, რომ უკვე ცივა ფაქტობრივად და სეზონი არის ისეთი, რომ წესით არ უნდა ველოდოთ ამდენ ხანძრებს. მაგრამ აქ არის ის ფაქტორი, რომ დიდი ხანია უკვე ნალექი არ მოსულა ტყეში, შესაბამისად ხმელი ფოთოლის აკუმულირება მოხდა, გამოშრა და თუნდაც დაგდებული საყოფაცხოვრებო ნაგავი ესე ვთქვათ ნარჩენი, რომელიც მინა ან რაღაც მსგავსი, ასევე ლინზის ეფექტსაც იწვევს და ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი წარმოშობი მიზეზი არის. თუმცა ელემენტარული ბიჩოკის გადაგდებაც კი, სიგარეტის ნამწვის ესეც კი იწვევს ხანძრის აღებას. ეს ძალიან საინტერესო საკითხია და უნდა ჩაგეკითხოთ. ანუ ადამიანთა უმეტესობა სავარაუდოდ ისევე როგორც მე, როდესაც გვაფრთხილებენ და ვცდილობთ რომ მოვიქცეთ პასუხისმგებლიანად და გავუფრთხილდეთ გარემოს და ბუნებას, ბუნებრივია გვესმის ყველას კარგად, რომ მანქანიდან არ უნდა გადავაგდოთ სიგარეტის ნამწვი. რომ თუ სადღაც პიკნიკზე ვართ ბუნებაში, კარგად უნდა ჩავაქროთ და მოვუაროთ გარშემო ტერიტორიას. მაგრამ ის რაც ახლა თქვენ თქვით, მე არასდროს არ მიფიქრე. ნაგვის გადაყრა ყოველ შემთხვევაში ცუდია, მაგრამ არ მიფიქრე იმაზე, რომ თუ კი მინის ბოთს დავტოვებ, შუშის ბოთს დავტოვებ ბუნებაში, მან შეიძლება ხანძარი გამოიწვევს. ასეთი კიდევ რა არის და რა უნდა ვიცოდეთ. მაგრამ საქართველოში მე ხო, რაღაცა ესე პრაქტიკულ ყოფაში თითქოს არ გადმომიტანია. ხო, პრინციპში ეს რაც ლინზის ეფექტს ქმნის, მათ შორის რიგ შემთხვევაში შეიძლება პოლიეთილენის ბოთმაც კი გამოიწვევს ლინზის ეფექტი, თუ წყალთან ერთად არის დატოვებული, ლინზის ეფექტი მაინც წარმოიქმნება. ასეთი მსგავსი საცხოვრებო ნარჩენები მაინც იწვევს ერთ-ერთ რისკს ამ მიმართულებით. ასევე თქვენ სწორად აღნიშნეთ, იგივე როცა სატრანსპორტო საშუალებით გადავაადგილდებით და თუ კი ეს ხდება ეს ვთქვათ ისეთ პირობებში, რომ ჩვენ გარშემო ტყეა და ის ფოთლებით არის ასე ვთქვათ და უკვე ჩამოცვენილია და ელემენტარული იგივე ნამწვი რო გადავაგდოთ, შეიძლება ისევ იგივე შედეგი. ანუ აი ამ ლოკაციების გათვალისწინებით, აი ამ კერების გათვალისწინებით, რომელიც თქვენ აღნიშნეთ 4 სხვადასხვა რეგიონში. ბუნებრივია ვარაუდის დონეზე, შეგვიძლია თუ არა რომ ადამიანის მხრიდან გამოვლენილ უყურადღებობას მოყვა ეს პროცესი, თუ მაინც შეიძლება დავაბრალოთ თუნდაც აი ამ პროცესს, აი ამ ნაგავთან და ვთქვათ ლინზის ეფექტის მქონე პროდუქციასთან დაკავშირებულს.
გვაქვს შემთხვევები, რომელიც შედარებით ურბანულ ადგილებთან ახლოს არის გავრცელებული და აქ რა თქმა უნდა თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება ადამიანურ შეცდომასთან გქონდეს და გაუფრთხილებლობასთან საქმე, მაგრამ არის რიგი ადგილები, სადაც ისეთ ალპურ ზონებში არის ხანძარი გაჩენილი, სადაც ტრანსპორტით მისვლაც კი ძალიან რთულია და გზის გაჭრა გვიწევს ჩვენც კი რომ სახელმწიფო ბრიგადები მივიდნენ ადგილზე, შესაბამისად იქ უკვე სხვა რიგ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ეს არ არის მხოლოდ ნარჩენების გამოწვეული, არამედ შეიძლება უბრალოდ ბუნებრივი ანთროპოგენური რაღაც. აი ამ პერიოდში შეიძლება რაც იყოს ბუნებრივი? კი, სამწუხაროდ შესაძლებელი არის ამ პერიოდში და ხშირი არის ხოლმე, მინდა ვთქვა, ამ სეზონზე ხანძრები წინა წლების გამოცდილებითაც. ბატონ დავით, აი წეგან რომ ახსენეთ, რომ ეს მინასთან დაკავშირებით როგორც თუცა ასევე მეც პირველად გავიგე ამის შესახებ, ხო? არის თუ არა დაგეგმილი რაღაც თომბიერების ასამაღლებელი კამპანიები, რომ მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული იყოს, რომ აი სწორედ ამ პერიოდში შემოდგომასთან დაკავშირებით რა საფხულში რომ აქტიურად აწარმოებთ ამ კამპანიებს, ვიცით, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენი პირობითად უცოდინრობის არ მოვახდინოთ ასეთ მამდე გავლენა ბუნებაზე. მადლობა ამ კითხვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საქმიანობის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესები. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებით გვაქვს ეს ვთქვათ კამპანია სეზონზე, საფხულის სეზონზე, მაგრამ ამ პერიოდშიც რა თქმა უნდა ჩვენი ისე ვთქვათ რეგიონალური სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა რეგიონალური სტრუქტურის ერთეულის წარმომადგენლები ასევე დადიან ტყეში მოქალაქეებს მოუწოდებენ წესების დაცვაზე და ასე შემდეგ. ეს არის მუდმივი კონსტანტირებული პროცესი და ეს რა თქმა უნდა გრძელდება და არ ჩერდება მხოლოდ ზაფხულის სეზონზე. ასეთი ფაქტები ბოდიში, ასეთი ფაქტები ითვალისწინებს სანქციებსაც, ხო, როგორც ვიცით, რა ტიპის სანქციები არის? დიახ, გვაქვს ფულადი სახის სანქცია, რომელიც ეს არის უკვე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევის შემთხვევაში, რომელმაც ისეთი ზიანი არ გამოიწვია, რომ ასე ვთქვათ, არსებით ზიანი დადგა, მაგრამ გვაქვს ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უკვე ძალიან დიდი ოდენობის ზიანი დადგა და დღეს მიადგა ბუნებრივი ზიანი. ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს. დივერსიის ფორმატზე რო გადავიდეთ, სავარაუდოდ სისხლის სამართალი უკვე ეგ წინაპირობაა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, მათ შორის თუნდაც გაუფრთხილებლობის შედეგად წარმოშობილი დიდი ზიანიც კი შეიძლება სისხლის სამართალში გავიდეს, ვინაიდან ეკოსისტემა სახელმწიფო ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არის. აი ახლა ამ პერიოდში რა ხანძრისკერებიც გვაქვს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგიერთი არის ისეთ მიუვალ ადგილას, რომ სპეციალურად გზის გაკვალვა გიწევთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. რა ტექნიკური საშუალებებით ხდება აი დღეს მაგალითად ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა კერებზე? მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამისათვის ჩვენ გვყავს თითოეულ რეგიონში ჩვენი შესაბამისი სპეციალური ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს ტყეში გზის გაყვანას, ის ბულდოზერები, შესაბამისი ექსკავატორები თუ ასე შემდეგ, ასევე მაღალი გამოვლობის მანქანები, რომელთაც უზრუნველყოფთ არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობის, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლობის გადაადგილებასაც და ტყე ჩვენზე უკეთ ნამდვილად არავინ არ იცის და ჩვენ ვართ ის პირველი ხაზი, რომელსაც შეუძლია რომ დანიშნულების ადგილამდე უმოკლესი გზა, ასე ვთქვათ, გაიყვანოს და მივიდეს მე უკვე სხვა სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკვე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. შესაბამისად, ეს ტექნიკური საშუალებები რაც უკვე ვახსენეთ, ასევე გვაქვს მაგალითად დრონებისაც ვიყენებთ, რომლებიც ხანძრის იდენტიფიცირებას ახდენს კონკრეტული ლოკაციების კერების, იქამდე მისასვლელი გზის იდენტიფიცირებაც ხდება და ამაში ვიღებთ აქტიურად მონაწილეობას. გასაგებია. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ 4 რეგიონი ახსენეთ 20-მდე კერა, მასშტაბზე შეგვიძლია ვისაუბროთ და გარემოზე მიყენებულ ზარალზე. მასშტაბს რაც შეეხება, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვა წყლებთან შედარებით გაცილებით კლებაში არის სტატისტიკურად. მაგალითად 2020 წელს ჰქონდა 117 შემთხვევა. ამის შემდგომ უკვე გვაქვს 48 შემდგომ წლებში 34, 37 და წლევანდელ წელსაც გვაქვს დაახლოებით ამ რაოდენობით. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ მცირდება. ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი ამისი გამოწვევი მიზეზი და დამსახურება არის იმ კამპანიის, რომელსაც ვფიქრობთ, რომ წარმატებით ვაწარმოებთ თქვენი დახმარებით და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, ვინაიდან მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად გათვითცნობიერი და აღნიშნულ საკითხებში, უფრო მეტად იცავენ წესებს და ეს რა თქმა უნდა უკვე აისახება იმაზე, რომ ნაკლები ხანძრები გვხვდება ტყეში. ბატონო დავით, თუ მოქალაქემ შენიშნა ხანძარი ან კერა, რომელიც უკვე იწყებს, ასე ვთქვათ, ფართობზე გადასვლას, ვიცით, რომ უნდა დავრეკოთ 153-ზე, ხო? რა შემთხვევაში ვრეკავთ და რამდენად სწრაფია რეაგირება?
მინდა თქვა რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ყოველთვის ქალაქები არიან ისინი ვინც ხედავენ აღნიშნულ ხანძარს და ისინი ფაქტობრივად შეიძლება თქვას როგორც დიდ დაკვირვებულებას შენიშნავენ მაშინ თუ რეკავენ და ამისთვის მინდა რომ მათ მადლობა გადაუხადო ვინაიდან ეს არის ის მოხალისეობრივი საწყისები რომელიც საბედნიერო და ინარჩუნებს ამ ტყეებს ასეთი სახით და მოქალაქეები ძალიან მოწადინებული არიან რომ დაიცვან მათი სოფლის მიმდებარე ტყეები. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ ხელთარსებული ინფორმაციის გათვალისწინებით და გამოცდილების გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ აი ახლა რა ხანძრებიც არის რა კერებიც არის მათ საბოლოო ჯამში ჩაქრობას რა პერიოდი დაჭირდება ეს არის თქვათ 1-2 დღის პერსპექტივა თუ რა უფრო დიდი პროცესი. საბედნიეროდ ვფიქრობ რომ უკვე მიმდინარე დღეებში ლოკალიზდება და ლიკვიდაციას გამოცხადება უკვე გამოცხადა კიდეც უმეტეს შემთხვევაში ლიკვიდაცია არ გქონდა ისეთი ფართო მასშტაბის ხანძრები რომლის ლიკვიდაციას გახსოვთ თქვენ ბორჯომის ხანძარი როცა იყო წლების წინ მსგავსი მასშტაბის საბედნიეროდ არ მეუღია და ფაქტობრივად რამდენიმე დღეში ვფიქრობთ რომ დასრულდება. წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობის